რა ბუმერანგს მიიღებს შენი მტერი? რა იქნება სამყაროს კანონზომიერი სასჯელი იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც წარსულში მოგაყენა ტკივილი, დაგაზიანა, გატკინა გული, გაგიცრუა იმედები და დაუშვა, ასე ვთქვათ, საბედისწერო შეცდომები შენს წინაშე. რა იქნება ის ბუმერანგი, რომელიც დაუბრუნდება შენს მტერს, იმისთვის, რომ თავის დროზე არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა, მოგატყუა, დაგამცირა, დაგაზარალა და ის ტკივილი, ის დამცირება, რაც განიცადე უსამართლოდ, აი ამისთვის, რა სასჯელი ელის მას სამყაროსგან. მოდით ეს გამოვარკვიოთ, ეს საკითხი. როგორც ხედავთ, მე უკვე არკანები დალაგებული მაქვს სამუშაო ალტარზე. აღნიშნული არკანები გვიჩვენებენ პირველ რიგში ვარიანტებს, გვექნება 3 ვარიანტი. პირველი არკანი გახლავთ, პირველი ვარიანტი, მეორე არკანი, მეორე ვარიანტი, ხოლო მესამე ვარიანტის არკანი გახლავთ მესამე არკანი, მესამე ვარიანტის. აღნიშნული არკანები გვესაუბრებიან თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნების ხატსახეზე, მის სიგნიფიკატორზე, ასევე არა მხოლოდ მის პიროვნებაზე, არამედ მის აწმყოს ენერგიებზე, აწმყოს მოცემულობაზე, თუ რა ენერგიებში იმყოფება ამჟამად ადამიანი, რას განიცდის, რას ფიქრობს, რა ემოციები აქვს, რა ძირითადი ასე ვთქვათ, მოცემულობები აქვს დღევანდელ ცხოვრებაში, მის აწმყოს რა შეადგენს, მის ცხოვრებაში ახლა რა ხდება, ასე ვთქვათ. და შემდგომ უკვე ბუმერანგთან და სამყაროსეულ კანონზომიერ სასჯელთან დაკავშირებით მე უკვე დამატებით ამოვიღებ არკანებს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა სრული სურათი დავინახოთ. რა თქმა უნდა, ერთი არკანი ვერ გვეტყვის ამ ყველაფერს და ვერ ასე ვთქვათ დაგვანახებს მთლიან სურათს, ამიტომ არკანების დამატება გახდება რა თქმა უნდა საჭირო. უბრალოდ ერთი თხოვნა და რჩევა ჩემგან, რაც მინდა თავიდან ვერ თქვა, ყველა თქვენთაგანისთვის არის ის, რომ ჩაიფიქრეთ ისეთი პიროვნება, რომელსაც ნამდვილად შეეშალა, რომელიც ნამდვილად არაკეთილსინდისიერი იყო თქვენს მიმართ, თავის საქციელებში, თავის ქმედებებში და რომ ნამდვილად იმსახურებს სამყაროსეულ ბუმერანგს და იმსახურებს სასჯელს იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გაგიკეთათ. თუ გარკვეული კითხვის ნიშნები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით და ორჭოფობთ და რაღაცა ვარაუდის დონეზე ფიქრობთ მსგავს რამეს, ასეთი პიროვნების ჩაფიქრებას არ გირჩევდით, ვინაიდან მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტარო ეს არ არის მხოლოდ სამკითხავო ინსტრუმენტი, ტარო ეს არ არის მხოლოდ მომავლის პროგნოსტიკისთვის არ გამოიყენება მხოლოდ, მას აქვს ერთგვარი მატერიალიზაციის ძალა და უნარი, შესაბამისად, როდესაც ხდება საჯარო სეანსის ჩატარება და აქ უამრავი ადამიანის ენერგია იღრეს თავს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იძენს მატერიალიზაციის უნარს და ის, ვისაც ჩაიფიქრებთ სავსებით, შესაძლებელია, რომ მართლაც ეს ყველა მთლიანი პროცესი, რაც ხდება ახლა ჩემს ასე ვთქვათ, სამუშაო ალტარზე და რაც მე ონლაინ სივრცეში გაეშვება ეს ენერგია, რა თქმა უნდა, ეს შედეგობრივად მატერიალიზდება ადამიანების ცხოვრებაში, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობაც ერთგვარი გაქვთ თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ჩაიფიქროთ ადამიანი და ეს ნეგატივი, რასაც დაგვანახებს ტარო, უნდა გაუშვათ მისი მისამართით. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავის დროზე აუცილებლად ექნება გამოხატულება, აუცილებლად ექნება მატერიალიზაცია, ამიტომ ჩაიფიქრეთ ისეთი პიროვნება, ვისაც ეკუთვნის ეს ყველაფერი და ვისთვისაც სამართლიანად იქნება ეს სასჯელი სამყაროსგან და ეს ბუმერანგი, ხო? ძალიან რომ არ გამიგრძელთ ეს სიტყვა, მე უკვე ვარიანტები დავასახელე და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ პირველ ვარიანტში ვინ ამოვიდა, როგორი ადამიანი ამოვიდა და მისი აწმყოს ენერგიები როგორია. აღნიშნულ არკანში ეს გახლავთ თასების რაინდი, ამოდის პიროვნება, თავისთავად რაინდი სიტყვა საუბრობს უფრო მამაკაცურ ენერგიებზე,
დიდწილად პირველ ვარიანტში ჩაფიქრებული მტრის ხატსახე დიდწილად შესაძლებელია იყოს მამაკაცი, თუმცა აღნიშნული არკანი თუ საუბრობს ქალურ ენერგიებზეც, საერთო თვისობრიობას თუ ვიტყვი, ეს პიროვნება არის ენერგოვამპირი, ის იკვებება სხვისი ემოციებით, სხვისი განცდებით, სხვისი ფიქრებით, სხვისგან წაღებული ენერგიებით, იმიტომ რომ თვითონ არის ცარიელი შინაგანად, თვითონ არის გამოფიტული შინაგანად და თავისი შინაგანი ავთენტური რესურსები, ანუ მისი პირადად მისი რესურსები მას არ გააჩნია, ხო, ენერგოვამპირი ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც შინაგანად არის ცარიელი, ის ვერ განიცდის ვერანაირ ემოციებს, ვერანაირ ემპათიას, თანაგრძნობას, სიყვარული ასეთმა ადამიანმა არ იცის, მას სჭირდება პირიქით სხვისგან ეს ენერგია, რომ თვითონაც განიცადოს სხვისი დახმარებით ეს ყველაფერი, შესაბამისად ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ენერგოვამპირებს, რომლებიც სხვის ენერგეტიკაზე ჯდებიან, სხვა ადამიანს აქცევენ თავის საკუთარ დონორად და მანამ არიან მის ენერგეტიკაზე, სანამ ამ ადამიანს აქვს ძალა და შესაძლებლობა და რესურსები, რომ კვებოს იგი. როდესაც მისი დონორი, ასე ვთქვათ, გამოიფიტება და კარგავს სასიცოცხლო ენერგეტიკას და უკვე მისთვის საკმარისი ენერგია ადამიანს აღარ აქვს, უკვე ის გადადის სხვა ადამიანზე. ასეთი ადამიანები არიან ნარცისები, манипуляტორები, ზოგადად ენერგოვამპირები. შესაძლოა ეს ადამიანი სულ წუწუნებდეს, სულ ცუთხასიათზე იყოს, სხვისგან სჭირდება ენერგეტიკა, მიხვდით, სხვისი ენერგია ჭირდება, სხვისი რესურსი ჭირდება, არ არის გამორიცხული, რომ მარტო ემოციებით არ შემოიფარგლოს ეს ადამიანი და სხვის ფინანსურ რესურსებს გადასარევად დაჯდეს, რატომაც არა, ხო, უშრომელი ფული ძალიან კარგია და ბევრს უყვარს და ბევრს მოსწონს, როდესაც უშრომელად შემოსდის ეს რესურსები, ხო? აი ასეთ ჩაფიქრებულ პიროვნებას ვხედავთ ჩვენ პირველ ვარიანტში, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ რა ბუმერანგი ელოდება მას. სამომავლოდ. არკანის სულელი ამოდის. თასების, რუიანსა და ხმლების 7-დან ერთად. ეხლა ეს რას გვესაუბრება, ხო? ეს ადამიანი სამომავლოდ შესაძლებელია თავისივე სულელური ნაბიჯების მსხვერპლად იქცეს, ხო, არკანის სულელი ამოდის პირველივე არკანის სახით. შესაძლებელია მას გაუჩნდეს სურვილი, რაღაცა ვთქვათ, ესეთი ექსტრავაგანტური, ექსცენტრული, უпростоრეთ, ნაბიჯების გადადგმისა, რაღაცა სიახლეების შემოტანა მოუნდეს თავის ცხოვრებაში. ამისთვის შესაძლებელია ამ ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ თქვათ, წავიდეს საზღვარგარეთ, რაღაცა ახალი გზების ცადოს, ბედის ცადოს ახალ სფეროში, რაღაცა ახალ ურთიერთობაში, ახალ სამსახურში, რაღაცა სიახლეების შემოტანის სურვილი, საკუთარ ცხოვრებაში შემოტანის სურვილი გაუჩნდეს ამ ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გონივრული დაგეგმარება, მიზნის დასახვა და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა, ხო? ყველა გონიერი ადამიანი ასე მოიქცეოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ საკმაოდ ექსცენტრიული, დაუფიქრებელი ადამიანი ამოგვდის აქ პირველ ვარიანტში მტრის ხატსახეთ, ეს ადამიანი თავისივე, ასე ვთქვათ, დაგეგმილ, თითქოს აი დაგეგმა, რომ გადაიჩეხოს უფსკრულში, თავისივე, ასე ვთქვათ, დაგებულ მახეში აღმოჩნდება და ჩანს, რომ ეს ადამიანი აი ამ თავის ექსცენტრიულობას, თავის წყურვილს იმისა, რომ რაღაც ახალი სცადოს და ახალი რესურსები მოიზიდოს თავის ცხოვრებაში, სწორედ აი ამ მახეში ებმება იგი და გადაიჩეხება უფსკრულში, ისეთ უფსკრულში, საიდანაც ამოსვლა და ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუწევს, მაგრამ რამდენად შეძლებს ამას ეს უკვე მეორე საკითხია, იმიტომ რომ ჩანს, რომ ადამიანი აბსოლუტურად დაცარიელებულია, ემოციურად გამოფიტულია თასების რუიანში ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც განიცდის ემოციურ და ენერგეტიკულ და დიდწილად უფრო ემოციურ შიმშილს და ამავდროულად ჩვენ აქ ვხედავთ ჰალუცინაციების, მოჩვენებების საშიშროებასაც ცოტა შესაძლებელია ვისთან მეტად, ვისთან ნაკლებად, ახლა ეს მასშტაბები ყველასთან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობებიც დაეწყოს ადამიანს, მოჩვენებები, ჰალუცინაციები, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე შესაძლებელია ამ ადამიანს კონდეს იმის შიში, რომ ვიღაცა, აი ნახეთ როგორი ის არის გამოსახულება, ხო იმედია კარგად ჩანს. ბოლო არკანში ეს არის ძალა გამოცვლილი ადამიანი, რომელსაც ძინავს
და სულ თავდაცვის რეჟიმში იმყოფება ხომ, სულ აქვს შიში, რომ ვიღაცა მიეპარება და ზურგში დანას ჩაარტყავს, ვიღაცა უღალატებს. ასეთ ადამიანებს აქვთ შიში, რომ მოსმენაზე არიან, რომ უსმენენ, რომ აყურადებენ, რომ მათი ყველა ფიქრი, მათი ყველა მიზანი, მათი ყველა გეგმა, რა თქმა უნდა, ინტრიგნული, ვიღაცა იცის, ვიღაცა ისმენს ამის შესახებ და თავის მხრივ ცდილობენ, რომ ის მახეში გააბანონ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მოლანდებების ტოლფასი, ფსიქიკურ აშლილობამდე მისული მოლანდებები და ჰალუცინაციები. ვიღაცისთვის შესაძლებელია იმდენად შიშის რეჟიმში ჩავარდეს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი რეალურად ამ მისმა შიშებმა ხორცი შეისხან და მართლა გადმოვიდნენ ასეთი ადამიანები მის რეალობაში, მტრები ეგრეთ წოდებული, რომლებიც ეცდებიან, რომ ის გამოიჭირონ თავისივე დაგებულ მახეში, ასე ვთქვათ. მოკლედ, საკმაოდ მძიმე ბედიელი ამ ადამიანს, ვინც ჩავიფიქრეთ, ასე ვთქვათ, პირველ ვარიანტში, ჩემო მეგობრებო, თუ მიგენიშნათ აღწერა, თუ მოვიდა ეს ინფორმაცია ინტუიციურად თქვენთან ახლოს, შესაძლებელია ყველაფერი არ იცოდეთ, მაგრამ რაღაც მინიშნებები მაინც მიიღოთ, ასე ვთქვათ, ამ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან დაკავშირებით. და გსურთ, რომ ეს ბუმერანგი გაეშვას ენერგეტიკულად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მიმართულებით, დამიწერეთ კომენტარებში და იყოს ასე აღსრულდა. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტში ვინ ამოვა. მეორე ვარიანტში კი ჩვენ ვხედავთ ისეთ ენერგეტიკულ რეალობაში, ისეთ ასე ვთქვათ, აწმყოში არსებულ ადამიანს, რომელიც არის ხელჩართულ, ასე ვთქვათ, ბრძოლაში, კონკურენციაში, ომშია ფაქტიურად ადამიანი, ყავს ბევრი მტრები და იმყოფება ისეთ ვითარებაში, სადაც უწევს საკუთარი პოზიციების დაცვა და შენარჩუნება. მოდით ვნახოთ, აქ ახლა ჩვენ არ ვხედავთ არც მამაკაცურ ენერგიებს და არც ქალურ ენერგიებს, ცალსახად შესაძლებელია ვთქვათ, რომ ასეთ ვითარებაში და ასეთ ენერგიებში თავისუფლად შეიძლება იმყოფებოდეს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. შესაბამისად, სქესთან მიმართებაში არ დავკონკრეტდები და მოდით ვნახოთ რა ბუმერანგი ელის ამ ჩაფიქრებულ მტერს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ იმპულსურად მოქმედ ადამიანს, ეს მტრობა, ეს კონკურენცია და ეს ხელჩართული ომი ფაქტობრივად აგიჟებს ადამიანს და უბიძგებს ისეთი ქმედებებისკენ და ისეთი სწრაფი მოქმედებისკენ, როდესაც ადამიანი ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს ამ თავის ნამოქმედარზე და უკვე გადადგმულ ნაბიჯზე. ეს არის უთავოდ არაგონივრულად მიღებული გადაწყვეტილებები, გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რა თქმა უნდა აუცილებლად დაღუპავს ადამიანს. პირველივე არკანში ჩვენ ვხედავთ უთავო მხედარს, ასე ვთქვათ. ესეთი არკანია გამოსახული, აღნიშნული გახლავთ ხმლების რაინდი. ამ დასტაში რაინდს თავი არ აქვს, შესაბამისად სიმბოლიკის ენის თუ ვისაუბრებთ, ეს არის გონიერების, ჭკუის, ჩართულობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები, გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ძალიან სწრაფია, ზედმეტად სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებებია, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს აკლია გონივრულობა, აკლია სიჭკვიანე და არის ესეთი ინფანტილურად ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები, რომლებიც ასე ვთქვათ ძალიან დიდ ზიანს მიაყენებენ ადამიანს. შესაძლებელია მას შეექმნას პრობლემები, სამართლებრივი პრობლემებიც კი, ანუ სამართალდამცავ ორგანოებთან მოუხდეს ამ ადამიანს საქმის დაჭერა და საქმეების გარკვევა, იმდენად სულელურ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგავს ის თავის ცხოვრებაში. ამავდროულად ადამიანი
იძულებულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დიდად არ მოსწონს ეს ყველაფერი, იძულებულია, რომ ბუმერანგი რაში მდგომარეობს. მისი ფინანსური მდგომარეობა უარესდება და მას უწევს, ასე ვთქვათ, მძიმე რუტინული შრომის შესრულება იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს, იმისთვის, რომ რაღაცა ყოველდღიურ ხარჯებს გასწვდეს, რა თქმა უნდა, რაც მის ხასიათში და მის ბუნებაში ნაკლებად ზის. მას, რა თქმა უნდა, პირდაპირ მნიშვნელობით ეს იგრძელება ასეთი სამუშაოს დამამცირებელი მისი გადმოსახედიდან სამუშაოს შესრულება, მაგრამ უწევს ამ სამუშაოს შესრულება, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არის. იგი აბსოლუტურად ნულიდან, ასე ვთქვათ, იწყებს ცხოვრებას და საარსებო მინიმუმის გამომუშავებაზე უწევს მუშაობა. იმდენად კარგავს ეს ადამიანი ყველაფერს, აი სწორედ აი ამ თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით, თუ კი რაიმე აბადია, საერთოდ ის კარგავს იმ პოზიციებს, რაც შესაძლებელია დღის მდგომარეობით ჯერ კიდევ გქონდეს და ასე ვთქვათ, იწყებს ყველაფერს თავიდან, იწყებს გადარჩენისთვის ბრძოლას და ეს გადარჩენისთვის ბრძოლა კი მდგომარეობს ყოველდღიურ შრომაში, მძიმე დამამცირებელი სამუშაოს შესრულებაში, რაც მას ასე ძალიან არ უნდოდა და არ უნდა. აი, ესეთი გახლავთ მეორე ვარიანტის ბუმერანგი. ჩემო მეგობრებო, თუ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან ახლოს, დამიწერეთ კომენტარებში, იმისთვის რომ ეს ბუმერანგი გაეშვას და მეტი მატერიალიზაციის ძალა მიეცეს, დამიწერეთ კომენტარებში და იყოს ასე აღსრულდა. და მოდით ვნახოთ, რას, ასე ვთქვათ, გვეუბნება მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფ ადამიანს. ეს არის ისეთი მოცემულობა, ისეთი სურათი დაგვიხატა ტარომ აქვს, სადაც ადამიანი განიცდის ძალიან დიდ სიდუხჭირეს. ეს სიდუხჭირე შესაძლებელია იყოს როგორც პირდაპირ მნიშვნელობით მატერიალური სიდუხჭირე, ფინანსური პრობლემები, ვალები, მოვალეები, შიშები ფინანსურ კრახთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია ეს იყოს შინაგანი სიცარიელის და შინაგანი სიმცირის, სულიერი სიმცირის მიმანიშნებელიც. შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა და აქ აწმყოში ადამიანი ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება, იგი განიცდის როგორც ფინანსურ კრიზისს, ასევე შესაძლებელია განიცდიდეს სულიერ კრიზისსაც. ნახოთ, რა ბუმერანგი ელის ადამიანს და რა არის ის სამყაროსეულის სასჯელი, რომელსაც მიიღებს ეს ადამიანი თავისივე შეცდომების და თავისივე არაკეთილსინდისიერების გამო. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ეგოს სიკვდილი. როგორც ჩანს, ძალიან ამბიციურ ადამიანთან გვაქვს საქმე, კვერთხების მეფე ამოდის ბუმერანგში. ეს შეიძლება ასე გავიგოთ, რომ ადამიანს მიუხედავად შინაგანი სიცარიელისა და მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, საკმაოდ დიდი ეგო აქვს და დიდი წარმოდგენები აქვს. თავის თავზე შესაძლებელია ფიქრობდეს ადამიანი, რომ ის გაცილებით მეტს იმსახურებს და ეკუთვნის სამართლიანად რატომღაც ეს ყველაფერი. შესაძლებელია ჩვენ ვხედავდეთ ადამიანს, რომელიც სულ საკუთარი თავის ქებაშია, განდიდებაშია, სულ წუწუნის რეჟიმშია, რომ მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, მე მეკუთვნის მეტი მატერიალური რესურსი, მე მეკუთვნის მეტი უფრო მაღალი თანამდებობა სამსახურში, მე მეკუთვნის და მიმსახურებ, რომ ვიყო ბედნიერი, მქონდეს ისეთი ოჯახი, როგორსაც მე წარმოვიდგენ და როგორსაც მე მიმსახურებ ჩემს წარმოდგენებში, ხო, თუნდაც ვიყო მილიონერი, ხო, ვიღაცას შესაძლებელია ამის ამბიციებიც გქონდეს. ძალიან ამბიციურ ადამიანს ხედავთ მოკლედ აქ, მაგრამ აქ რეალობა ის არის, რომ განსხვავებით ისეთი ჯანსაღი სიტუაციისგან, როდესაც ადამიანს აქვს ამბიციები და ის რეალურადაც ასეთია და აქვს ადამიანს რეალური ხედვა საკუთარი თავის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ აქ
სრულ წარმოდგენებს, მცდარ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, გაბერილ ეგოს და უფრო გაზვიადებულ ამბიციებს ადამიანში სინამდვილეში ის აბსოლუტურად გამოცარიელებულია, განიცდის სულიერ ფინანსურ, მატერიალურ ყველანაირ კრიზისს და არის მხოლოდ ერთი დიდი რაღაცა ამბიციური ტიპი და მეტი არაფერი, ცარიელი ამბიცია ადამიანი მოკლედ. შესაბამისად, ცხოვრება მას სამომავლოდ ბუმერანგის სახით ჩააგდებს ისეთ ვითარებაში, როდესაც მას მოუწევს თავის სიმცირესთან პირისპირ შეხვედრა, სარკეში ჩახედვა და ეს იქნება მისი, ასე ვთქვათ, ეგოს სიკვდილი, რაც იქნება ძალიან, ძალიან მტკივნეული და ძალიან დიდი დანაკარგების ტოლფასოვანი, ვინაიდან ამოდის არკანის სიკვდილი, სიკვდილი ყოველთვის ეს არის ისეთ ენერგეტიკაში შესვლა ადამიანისა, რომელიც პირდაპირ ქირურგის დანით კვეთს ადამიანისგან ყველაფერი იმას, რაც მის სულიერ ზრდას, პიროვნულ ზრდას აღარ ემსახურება და თუ ადამიანი არის გაუცნობიერებელი და დაბალ ვიბრაციებში, ეს პროცესი არის ხოლმე ზოგადად ძალიან მტკივნეული. არ არის ასევე გამორიცხული კიდევ ესეთი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ ადამიანმა გაიჩინოს ძლიერი მტრები, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ ორ კარის კარს, ორ სერიოზულ კარის კარს, შესაბამისად შესაძლებელია აღნიშნული პროექცია იყოს არა მხოლოდ შინაგანი ეგოს სიკვდილი, არამედ გარეგანი პროექციის სახითაც მის ცხოვრებაში შემოვიდნენ, გადმოვიდნენ საერთო ენერგეტიკული ველიდან ისეთი ენერგეტიკული ძალები, ისეთი ადამიანების სახით, რომლებიც მის დაუძინებელ მტრებად იქცევიან და შესაბამისად არ იქნებიან უკან დამხევნი საერთოდ არაფერზე, ხო, მისი განადგურებისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ესეც სავსებით არის შესაძლებელი და რაც მთავარია ძლიერ მტრებში, თვით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მტერს გაუჩნდებიან ძლიერი მტრები და სიძლიერეში გულისხმობ როგორც თანამდებობრივ სიძლიერეს, ასევე ფინანსურ სიძლიერეს და ზოგადად პიროვნულ სიძლიერესაც. შესაბამისად ძალიან მძიმე იქნება ის სამყაროსეული სასჯელი, რომელიც თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ელის სამომავლოდ. თუ მოვიდა ჩემო მეგობრებო ეს პროგნოზი თქვენთან ახლოს, იმისთვის რომ მატერიალისტდეს და თუ თვლით რა თქმა უნდა რომ ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის ადამიანს ასეთი მძიმე სასჯელი, პირველად იქმედება პირველი ნაბიჯი, რაც შეგიძლიათ ამისთვის გადადგათ და გააკეთოთ, ეს არის ვიდეოს მოსმენის შემდგომ ხმამაღლა წარმოთქვათ საკუთარ თავთან, რომ დაეიყოს ასე აღსრულდა და ამავე დროს დამიწეროთ სიტყვიერად კომენტარებში, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და დამიწეროთ ვიდეოს კომენტარების ველში და იყოს ასე აღსრულდა. დროებით მომავალ შეხვედრამდე.